თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების მიმდინარეობისას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და განადგურების მუხლით ბრალდებული არჩილ მუსელიანცის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმედა იკითხა პროკურორის განცხადებით. მოწმეები იქნებიან ექსპერტები, რომლებმაც ბრალდებულის ხმაზე და ანაბეჭდას ჩაატარეს ექსპერტიზები. ადვოკატის განცხადებით საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში კი მას აღნიშნული მუხლის სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით 197 მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. ეს მოწმეები საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმეები არიან, აქედან გამომდინარე საკმაოდ ჩართული ვიქნებით მათ გამოკვლევაში, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე. ჩვენ პოზიციას რაც შეეხება, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ჩემი დაცვის შტაბი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად სადავოთვლით ყველა მტკიცებულებას. სასამართლოს ხმაზე ბრალდების მხარე დაკითხავს ექსპერტებს, უშუალოდ დაიკითხებიან ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი, რომელმაც დაადგინა, რომ ვიდეო ჩანაწერში, რომელშიც ჩანს, რომ არჩილ მუსელიანცი აზიანებს და ცეცხლს უკიდებს უშუალოდ სატელეკომუნიკაციო ყუთს, არის ნამდვილად არჩილ მუსელიანცი, აღნიშნული პირის საუბარი ისმის ამ ჩანაწერში და სწორედ ამის იდენტურობას ადგენს მითითებული ექსპერტი.